თბილისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა გალთენ თაგარტის მონაცემებით. დედაქალაქში მაისში მშენებლობის ნებართვა 23 საცხოვრებელ პროექტზე გაიცა, ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა კი 165,000 კვადრატული მეტრი შეადგინა. საინვესტიციო ბანკის მონაცემებით მაჩვენებელი წლიურად 18%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მერვეთვე ამცირდება, რასაც სპეციალისტები წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშნად მიიჩნევენ. სულ იანვარ-მაისში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 34%-ით არის შემცირებული. საქართველოდან ლიმონათის ექსპორტი იზრდება, კომპანიები ახალი სარეალიზაციო ბაზრებისთვის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. როგორც EFES საქართველოში აცხადებენ, კომპანიის მიერ წარმოებული ლიმონათი ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით 23 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში ხორციელდება, პროდუქტი იყიდება ამერიკაში. ძვალი ნატახტარის ლიმონათი ჩინეთშიც გაიყიდება და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. გასულ წელს კომპანიამ ექსპორტზე 60 მილიონი ლიტრი ლიმონათი გაიტანა. საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების სამჯერ აღემატება საქართველოში რეალიზაციის მაჩვენებელს. ქართული საიუველირო ნაკეთობები პარიზში მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში გამოიფინება. ღონისძიება 7-დან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასზე საკუთარ ნაწარმს კომპანია ზარაფხანა წარადგენს. როგორც ცნობილია, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გლობალური მასშტაბის ძალიან ცნობილი ბრენდები, რომელთა საიუველირო ნაკეთობებსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მყიდველი ჰყავს. თავად ფრანგ იუველირებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დასავლეთ ევროპის სხვა წარმატებული ქვეყნების საიუველირო ნამუშევრები. ღონისძიება ერთგვარი შესაძლებლობა იქნება ქართული საიუველირო ნაწარმისთვის, რომ საერთაშორისო მყიდველები დააინტერესოს. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ზარაფხანას აბსოლუტურად ყველა ცნობილი კოლექცია წარდგება, მათ შორის თამარ მეფის ჯვარი, მცხეთის კოლექცია, კოლხური კოლექცია და სხვა. კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მართვა და ხელოვნური ინტელექტი ეს საკითხები თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მიმართულება იყო. ღონისძიება წელს უკვე მე-7-ად გაიმართა და მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები გააერთიანა. კონფერენციას Google-ის, Microsoft-ის, Nvidia-ს, Lenovo-ს, Amazon-ისა და სხვა საერთაშორისო კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტის, ინჟინერიის, კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით არსებული ტენდენციები და პრაქტიკული გამოცდილება განიხილეს. კონფერენციაში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც B2B შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის საკუთარი საქმიანობის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს ტექნოლოგიურ პოტენციალსა და ქვეყნის როლზე რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. კიბერუსაფრთხოება ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის მიერ ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და კუბერნეტზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის მზარდ გამოყენებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა მონაცემთა დაცვისა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებზეც. ამ მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო კომპანია Tiger-ი საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად განიხილება. კომპანიის შეფასებით განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ფინანსური სექტორის მოთხოვნა კიბერუსაფრთხოებისა და თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ხოლო საქართველოს აქვს პოტენციალი რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის როლი კიდევ უფრო გააძლიეროს. წლის ბოლოსთვის ანალიტიკოსები ნავთობის ფასის ზრდას ვარაუდობენ მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების მოლოდინით 2026 წლის ბოლოსთვის ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება $85 იქნება. დარგის ექსპერტების შეფასებით ეს ამ დროისთვის არსებულ ფასთან შედარებით $10-12 მეტია, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ნიშნულს, რასაც ნავთობის ფასმა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ მიაღწია და $120
დოლარსაც კი გადააჭარბა. რაც შეეხება რუსეთში საწვავის დეფიციტს, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამას სანავთობო ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება და რუსეთის მიერ საწვავის იმპორტის დაწყებას მოკლევადიანი შედეგი ექნება ომისგან დაზიანებულ სანავთობო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე. როგორც ცნობილია, რუსეთი თვეში დაახლოებით 400,000 ტონა ბენზინის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან გეკმავს. იაპონური იენი დოლართან შედარებით 40 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულებამ 163 იენს მიაღწია, რაც იმ ნიშნულზე მაღალია, რომლის გამოც იაპონიის ხელისუფლება სავალუტო ბაზარზე ჩაერია. როიტერის ცნობით, ვალუტის დასუსტება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდამ გამოიწვია, რამაც ინვესტორების მხრიდან დოლარზე მოთხოვნა გაზარდა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ტოკიო იენის მხარდასაჭერად ინტერვენციას კვლავ მიმართავს, ამ ფონზე ევრო და ბრიტანული ფუნტიც გაუფასურებულია.